ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები დღეს არიან ისეთ მდგომარეობაში კურნავს კიდევ იესო დღეს არის კიდევ ესეთი დღეს მსოფლიოში საერთოდ ფიგურირებს ეს აზრი არიან ეკლესიები რომლებმაც უარი თქვის ამაზე და თქვეს რომ უფალი თავის დროზე კურნავდა და დღეს ესეთი რაღაცები აღარ ხდება დღეს საკუთარ თავს უნდა მიხედო საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდე საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იფიქრო დიახ ზურფასო მეც გეთანხმებით რომ საკუთარ თავს უნდა მივხედოთ უნდა გაუფრთხილდეთ ნორმები უნდა დავიცვათ მაგრამ ვერ დავეთანხმებით იმას რომ დღეს უფალი აღარ კურნავს და ალბათ ეს მოწმობები ჩვენ ზურფასებო გვიმოწმებს იმას რომ ღმერთს შეუძლია ისევე იმოქმედოს დღეს როგორც მოქმედებდა ოდესღაც ამინ ამას მე კითხვის ნიშნის ქვეშაც არ ვაყენებ მაგრამ უბრალოდ კითხვის ნიშნები იბადება ხოლმე რა დროს ეკლესიაში ალბათ ვიცით მომსრენი ვართ ვიღაცები ლოცულობდნენ თავიანთი ახლობლისთვის და გარდაიცვალა ის ახლობელი ვიღაცები ლოცულობდნენ თავიანთი საჭიროებისთვის და შეიძლება დღესაც ლოცულობენ და ჯერ კიდევ განკურნება არ მოდის და გინდა არ გინდა როცა ასეთი რაღაცები ხდება ადამიანის ცხოვრებაში ადამიანთა ცხოვრებაში და გულში ეჭვით შემოდის ხოლმე კიდევ კურნავს უფალი და თითქოს იცით რა როცა ვეკითხებით რომ გწამს კი მწამს იძახის მაგრამ მის გულს უფალი ხედავს ჩემო ზურფასოს ვოლოდებოა მინდა რომ გაგამხნევოთ და გითხრათ იესო ქრისტე გუშინ დღეს და სამუდამოდ იგივე არის უბრალოდ არის რაღაც საკითხები რომელიც ალბათ უფრო ღრბად უნდა შევისწავლოთ უფრო ღრბად უნდა ჩავხედოთ ზურფასებოა უფრო უნდა შევიმეცნოთ იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე საკუთარი გამოსტილებებით მაგალითად ვიღაც ხუთშაბათს გარეკურნა ამ ხუთშაბათსაც იყო რაღაცა მოქმედებები აქვს ზურფასებოა ვიღაცამ სახში მიიღო განკურნება ვიღაცამ ვიღაცის ხელდადებით მიიღო განკურნება და ისეთ რა არის ჩვენი საკუთარი გამოსტილებები ჩვენ არ უნდა ვაქციოთ დოგმად და კანონად და არ უნდა ვთქვათ რომ აი ყოველთვის ასე მოქმედებს უფალი მაგრამ მე მინდა დღეს მთავარზე გელაპარაკო თქვენ ძალიან მოკლედ იმიტომ რომ გადაგებას ამ თემაზე დღეს არ ვაპირებ და ალბათ შემდეგში შევეხები მე უბრალოდ მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო ჩვენი ყურადღება ჩემო ზურფასებოა საიდან მოდის განკურნება და ისევ ამაზე ღვთის სიტყვაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ბიბლია ჩვენ გველაპარაკება რომ ღმერთის სიტყვაზე არის დაფუძნებული ყველაფერი ღმერთის სიტყვა ახდენს ჩვენს ცხოვრებაში დიდებულ რამეებს და მე მინდა გითხრათ რომ აი ამ წინა მსახურებებს ერთ თემაზე ვამახვილებდი ყურადღებას რომ როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ განკურნება განკურნებას ისევე მადლით უნდა მივიღოთ ჩვენ როგორც ღებულობთ გადარჩენას შემოძროფასება და მინდა უბრალოდ წავიკითხო ერთი ადგილი სადაც ასეთი სიტყვები წერია ფსალმუნი 102 პირველი და მესამე მუხლის ჩათვლით აკურთხეს სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო მისი წმინდა სახელი აკურთხეს სულო ჩემო უფალი და არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე ჩვენ უნდა ვაკურთხოთ უფალი მთელი ჩვენი გულით და არ დაივიწყო მთელი მისი სიკეთე ის არის შემდომი ყველა შენი ბრალისა და მკურნალი ყველა შენი სნეულებისა ნახეთ შემოძურფასებოა ჩვენ აი ამ პერიოდში როდესაც რაიმესთვის ლოცულობ შენ და რაიმე ფიზიკური პრობლემა გაგაჩნია ბიბლია გელაპარაკება ყველა ის სიკეთე გაიხსენე რაც უფალს უკეთებია შენთვის ამინ და აქ ორ საკითხზე არის გამახვილებული განსაკუთრებით ყურადღება შემდომი ყველა შენი ბრალისა და მკურნალი ყველა შენი სნეულებისა ამინ ჩვენ ღმერთი გველაპარაკება ზურფასებო ორ რამეზე რომ როდესაც იესო ქრისტე მოკვდა ჯვარზე მას არ აუტანია მარტო ჩვენი ცოდვები გოლგოთის ჯვარზე მან ჩვენი სნეულებებიც აიტანა გოლგოთის ჯვარზე ამინ და წერია ესაიას 53-ის მეხუთე მუხლი ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემოსრული ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობები ჩვენ განვიკურნეთ ამინ ნახეთ შემოძრფასებოა აქა ჩანს რა ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემოსრული ჩვენი ურჯულოებისთვის იყო იესო ქრისტე ჯვარზე გაკრული და ის სასჯელი რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა ღმერთმა მასზე დაასდო და იესო ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის მაგრამ ასევე წერია მისი ჭრილობებითო ჩვენ განვიკურნენითო ეს არ არის ზუსტად ძველ აღთქმისეული ფილოსოფია ჩვენ ახალ აღთქმაში ვხედავთ რომ პეტრე მოციქული იმეორებს და ამბობს ასეთ სიტყვას რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით რაცა ცოდვისათვის უკდრებმა სიმართლისათვის ვისოცხლოთ განკურნებული ხართ მისი ჭრილობებით ამინ ღმერთს დიდება და მადლობა ხედავთ ზურფასებო ორი ადამიანი ერთი და იგივეს ლაპარაკობს ესაია წინასწარმეტყველი რომელიც ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველებს მომავალზე
და წინასწარმეტყველური სულით ხედავს რა მოხდებოდა მომავალში, რომ ღმერთის ძე მოკვდებოდა კაცობრიობის სოდობისთვის და ასევე მაცნეულებას აიტანდა გოლგოთის ჯვარზე და მისი ჭრილობებით განკურნებულები იქნებოდნენ. და ის წინასწარმეტყველებს უკვე როგორც არსებულს ოღონდ მომავალში. მაგრამ ამ წინასწარმეტყველების მეორე მხარეს ხედავთ პეტრე მოციქულს ახალი აღთქმისეულ პიროვნებას, რომელიც იგივეს ამბობს უკვე აწმყოში და ამბობს მისი ჭრილობები ჩვენ განვიკურნეთ. ღმერთს დიდება და მადლობა. მნიშვნელოვანია ეს სიტყვა, ისეთ რატომ ჩამოზრფასებაა. მოდი გამოუწყდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. უფრო იოლად ღებულობს ადამიანი, როდესაც ველაპარაკებით მას, რომ იესომ გაპატია შენ ცოდვები. როცა შენ ინანიებ, შენ გეპატია ცოდვები და იცით რა არის, ადამიანები ამას შვერით იღებულობთ რწმენით. მაგრამ მინდა გითხრათ, მოდი ცოტა შესწორება მინდა შევიტანო უბრალოდ ჩვენ ტერმინოლოგიაში. ჩვენ ხშირად ყურადღებას ვამახვილებთ რწმენა, დიახ ძვირფასებაა. მაგრამ თუ ჩაუკვირდებით, წერია ძვირფასებაა, რომ ჩვენ მისი მადლით გვეპატია რწმენის მეშვეობით. ამინ? მადლი მისი ძვირფასებაა რწმენის მეშვეობით და რატო ვამბობ ახლა ამასაც გეტყვით, რომ ისეთ რა ჩვენ ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე. მაგრამ როცა მოვინანიეთ, რითი გვეპატია ჩვენ? იმით, რომ ვირწმუნეთ, რა თქმა უნდა, ამ რწმენის მეშვეობით, მაგრამ მთავარი ღმერთის მადლი არის. მთავარი ღმერთის სიკეთე ამ საქმეში შემოზრფასებაა და ჩვენ ამას ადვილად ღებულობთ ჩვენ ცხოვრებაში. ეს უფრო ადვილია, მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენს ფიზიკურ ტკივილებს, აი აქ ადამიანებს ცოტა უჭირთ ხოლმე, რომ იგივე მიიღონ. ადამიანებს ხშირად უნდათ ხოლმე, რომ უფრო ხშირად რომ ვიღაც ილოცებს ჩემი გულისთვის, აი მივალ ახლა ხუთშაბათს მე, ილოცებენ ძმები ჩემთვის და მე განვიკურნები და ადამიანები იცით ჩვენ ხშირად ვეძებთ ხოლმე იოლ გამოსავალს, რომ ვიღაცის რწმენაზე ვიყოთ დაფუძნებული. ვიღაცის რომელიღაც ადამიანის რწმენით ვიაროთ, რომელიღაც ადამიანის იმედი გქონდეს ჩვენ. მაგრამ მინდა გითხრათ, დიახ ზურფასებო, უფალი მოქმედებს ადამიანების მხრიდან, მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, რატო არ იკურნებიან ყველა ადამიანი, რატო არ იკურნება? გან ერთი და იგივე ადამიანი არ ლოცულობს ხოლმე ერთისთვისაც და მეორისთვისაც? ერთი განიკურნა და მეორე არ განიკურნა? მე აქ მინდა უპირატესობა ისევ და ისევ მივანიჭოთ არა რომელიმე ადამიანს. არა ეკლესიის მწყემს, არა რომელიმე მქადაგებელს, არა რომელიმე ადამიანს. უპირატესობა ჩვენ ყოველთვის უნდა მივანიჭოთ ჩვენს უფალს, იმიტომ რომ მან გააკეთა ეს უკვე გოლგოთის ჯვარზე. როგორც გოლგოთის ჯვარზე გადაწყდა შენი ცოდვების პატიება, ასე გოლგოთის ჯვარზე გადაწყდა შენი სნეულებისაგან განკურნება. ამინ. რას ვაკეთებ ჩვენ დღეს ამისთვის შემოზრფასებაა. შენ იგივე უნდა გააკეთო, რაც მონანიების დროს გააკეთე. შენ ირწმუნე და მისი მადლით რწმენის მეშვეობით გეპატია. და როცა განკურნებებზე ვლაპარაკობთ ზურფასებო, აქ ჩვენ მადლზე ნაკლებს ვლაპარაკობთ ხოლმე. ჩვენ უფრო მეტად ვლაპარაკობთ იცით რაზე? რწმენით და ადამიანები დეპრესიაში ვარდებიან, მე არ ყოფნის რწმენა. ადამიანები მიდიან ზურფასებო და უფრო მეტად ისეთ რაში, უფრო უიმედობაში ვარდებიან, ესე იგი ჯერ კიდევ რწმენა არ ყოფნის და ისეთ ერთხელ ჩემთვის ვიქრე, ღმერთო რა გავაკეთო, მწამს, მჯერა, ეს არის. არაფერი გაუგებარი არ არის, რატო არ ხდება, ხო? არის ხოლმე ასეთი რაღაცები ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, უფრო მეტად მივენდოთ მოდი ღმერთის მადლს. მოდი ესეც გამოსცადე შენ ცხოვრებაში. რწმენით. შენი რწმენა როცა მოხვედი უფალთან და პატიება მიიღე. მოდი თუ პატიოსნად ვილაპარაკოთ. შენი რწმენა ძლივობით შეიძლება გეყოს იქამდე რომ შენ დახსნა მიიღო. თუ იტყვი რომ ჩემი რწმენის დამსახურება იყო, ალბათ რაღაცა დიდი რწმენა გქონდა. ისეთი რწმენა გქონდა რომ ღმერთმა პატივი მოგაგო ამისთვის. მაგრამ შენ გქონდა ის მცირე რწმენა, შენ ირწმუნე. რწმენა, მდოგვის მარცვლის ოდენა, რომელთაც ირწმუნე და ღმერთმა თავისი მადლით გაპატია. დღეს უფრო მეტი რწმენა გაქვს თუ პირველად რომ მოხვედი. მოდი ვიმსჯელოთ ასე და ვილაპარაკოთ. ისეთ წლები გავიდა, ჩვენ დღეს უფრო სხვანაირად გვწამს. მაგრამ იმ დროს რის რწმენა გქონდა ჩვენ, რომ იესო მოკვდა ჩვენი გულისთვის და გვეპატია ჩვენ სოდვები. აი ეს მცირე რწმენა რომ მივიღეთ, ღმერთმა თავისი მადლით გვაპატია. ამინ. მოდი დღეს ყველა ავადმყოფმა ადამიანმა, ვინც ახლა მოიტანა საჭიროება, ვისთვისაც ვილოცებთ ახლა, ვისთვისაც შემდეგში ცილოცები, ვინც პირდაპირ ეთერში გვიყურებს, მოდი შენ გაიხსენე. როცა პირველად მიხვედი უფალთან როგორ გეპატია ცოდვები და მოდი დღეს აი ამ სიტყვას დაუგდე ყური, მარტო იესო ქრისტე იმისთვის კი არ მოკვდა ჯვარზე რომ ცოდვები ეპატიებინა, მოკვდა იმისთვის რომ შენ დღეს განკურნებული იყო. ღმერთს უნდა რომ შენ განკურნებული იყო. კითხვაც არ დასვა ღმერთს უნდა თუ არა ჩემი განკურნება, ღმერთს უნდა შენი განკურნება.
და შენ ფაქტი, რომელიც მოხდა ოდესღაც გოლგოთის ჯვარზე, ფაქტი შერიცოდების გამოსყიდვის, როგორც მიიღე, ასე ეს ფაქტიც აღიარე, რომ შენ უკვე განკურნებული ხარ. ჰალელუია. აი ამ მცირე რწმენით მიდი მასთან. ხანდახან ისეთ რა არის? ჩვენ რწმენასაც ჩვენ საქმედ გავხდით ხოლმე. ჩვენ დამსახურებად გავხდით ხოლმე იმასაც, რომ აი ესეთი რწმენა მაქვს და ამით მივიღე მე. ისეთ რა, ყველაფერი ღმერთის მადლზე არის დამოკიდებული. მოდი აი ამ განკურნების დროსაც მიდი ღმერთთან და მისი მადლის იმედი გქონდეთ. დიახ, მადლი რწმენის მეშვეობით. მაგრამ ყველაფერი ღმერთის მადლით ხდება. პატიებაც ღმერთის მადლით ხდება. განკურნებაც ღმერთის მადლით ხდება. უბრალოდ რწმენის მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი. ურწმუნო ირწმუნე ღმერთი. ამინ. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ჩვენ ცით რა მივიღეთ გოლგოთის ჯვარზე ძვირფასებო? კიდევ ვერ ვაფასებთ ადამიანები. ჩვენ მაღლიდან შობა მივიღეთ, როცა ვირწმუნეთ. ამინ. ნიშნულობა არ აქვს ძვირფასებო. არის ხოლმე ესეთი აზრიც, რომ აი როცა შესწოდა ადამიანმა დაუკარგე მაღლიდან შობა, მერე მოინანია და ისევ დამიბრუნდა მაღლიდან შობა, მერე ისევ შესწოდა და ისევ დაუკარგე მაღლიდან შობა. ღმერთი არ თამაშობს შემოზრფასება. ჩვენ მაღლიდან შობა მივიღეთ. იცით როდის კარგავს ამას ადამიანი, როცა შეგნებულად იესო ქრისტეზე უარს ამბობს, როცა შეგნებულად ის ცოდვას უბრუნდება, იმ ურწმუნო ცხოვრებას უბრუნდება, უარყოფს, მადლს გათელავს ყველაფერს ფეხქვეშ, მან შეიძლება ბევრი რამე დაკარგოს, მაგრამ მე ისიც ვფასებო, არ მჯერა ასე რომ ადამიანი ყოველ შეცდომაზე ზეციდან შობას კარგავს, იმ მადლს კარგავს, ღმერთის სიყვარული დღეს და მისი მადლი მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი იმ მცირე რწმენის მეშვეობით, რომ უბრალოდ ვირწმუნეთ ის ფაქტი, რომ იესო ქრისტე მოკვდა ჯვარზე. ამინ. ღმერთს დიდება და მადლობა. ამიტომ შემოზურფასო, ძმაო და დაო, მნიშვნელოვანია, რასაც ვლაპარაკობ, ღმერთის სიტყვა შეუშვა შენ გულში. რამდენადაც მეტად მისცემ ღმერთის სიტყვას მოქმედების საშუალება შენ შინაგანში, იცით რა ხდება ამ დროს? ადამიანს იცით რა რწმენა ემატება, უფრო მეტად ვაძლევთ უფლებას ღმერთის ძალაუფლება შემოვიდეს ჩვენში, რაც უფრო მეტად ღმერთის სიტყვას უღრმავდებით. იმიტომ რომ წერია 106 ფსალმუნის მე-20 მუხლი, მოუვლინა თავისი სიტყვა, განკურნა ისინი და საფლავისგან გამოიხსნა. ამინ. მოუვლინა თავისი სიტყვა. ამიტომ თუ გვინდა ჩვენ ზურფასებო რომ განკურნება მივიღოთ, ჩვენ უნდა ჩაუღრმავდეთ ღმერთის სიტყვას. ჩვენ უნდა გქონდეს ღმერთის მადლის იმედი ზურფასებო. რწმენის მეშვეობით ღმერთის მადლი მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაში და მოდი ეს რწმენა შეიძლება მცირე იყოს. ყოველთვის იცით რა, როცა ვლაპარაკობთ, კი წერია რომ მათი ურწმუნოების გამო სასწაული არ გააკეთა, მაგრამ ეკლესიაში როცა ამას ვიყენებთ ხოლმე ხშირად, იცით ვილოცებ ადამიანისთვის და ვიტყვი, ხო, რწმენა არ გეყო შენ. კარგი გამოსავალია რა მლოცველისთვის. ჩემო ზურფასებო, არ ჩვენზე არის მლოცველზე დამოკიდებული ვიღაცის განკურნება. თუ არ განიკურნა შენ და პირად დამარცხებად ნუ ჩათვლი. ადამიანები პირად იმათ თვლით ხოლმე სისუსტე დამარცხ. მე მკურნალი არც არასდროს ვიყავი და არც არასდროს არ ვიქნები. მკურნალი იესო არის. მაგრამ მე რაც მავალია, სწორი სიტყვა უნდა გითხრა თქვენ. და ესეთ რა ჩემო ზურფასებო, ამიტომ ჩვენ სწორი სიტყვით უნდა ვიზრდებოდეთ, რომ იესო არის მკურნალი. და როცა ხშირად ვამბობთ, რომ ვილოცეთ და ხელი შევახოცეთ ადამიანს, რომ რწმენა არ გეყო შენ და წამოვიდ თქოს მე ძლიერი ვარ, მე მორწმუნე ვარ, მაგრამ შენ არ გეყო რწმენა. ჩემო ზურფასებო, შეიძლება ის ადამიანი წავიდეს შემდეგ და ვაიმე რა ურწმუნო ვარ, რა მეშველება, უფრო მეტად იცი დეპრესიაში ვარდება, რწმენა არ ამყოფნის და რამდენჯერაც არ განიკურნება, იმდენჯერ თავის თავს მსჯავს დაძდებს, რომ რწმენა არ აყოფნის. არა და ზურფასებო, მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა ის იზრდება. შენ უნდა იცოდე, რომ მადლით არის ირწმუნე ის მადლი გოლგოთის ჯვარზე, რაც მოხდა, რომ შენ განკურნებული ხარ. და შემდეგ აღიარე შენ ცხოვრებაში, მე განკურნებული ვარ. მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ მარტო აი სიტყვას რო იმეორებ, ავტომატურად მოდის ყველაფერი. შენ აღიარე რწმენით ის სიტყვა. როცა ეშმაკი მოდის ხოლმე და ეჭვი გეპარებათ, რომ გადარჩენილი ხარ, რას ეუნები შენ? შენ ამბობ, იესო მოკვდა ჩემი გულისთვის გოლგოთის ჯვარზე, მე მეპატია ცოდვები. ეს სწორი აღიარებაა და შენ ამაში მტკიცდები, როცა ავანტყოფობა გაწუხებს, აღიარე, რომ იესო ქრისტეს ჭრილობებით შენ განკურნებული ხარ. რომ იესო ქრისტემ როგორც შენი ცოდვები აიტანა, ისე შენი სნეულებები აიტანა.
ვიცი შეიძლება ზოგს დრო დაჭერდეს ამისთვის, მაგრამ ივარჯიშე ამაში. იკითხე ღმერთის სიტყვა და ღმერთის სიტყვას მიეცი ძალაუფლებით შენს გულში შემოვიდეს და ღმერთის სიტყვა, როცა მოდის ადამიანში და უფლებას აძლევ, ძლიერდები, მტკიცდები, ძალაუფლებაში მტკიცდები, ძალაუფლებიან აღიარებებს აკეთებ და ავადმყოფობას რა უნდა შენში. ღმერთს დიდება და მადლობა. ეს არ არის თვითშთაგონება, ეს რწმენაა ზურფასება და მოდი, ეხლა აი ამ ლოცვის დროს ყველა ვინც უნდა ილოცოს თავისი სნეულებისთვის, ავადმყოფობისთვის რა, უბრალოდ მიიღეს სიტყვა. სახარება გვეუბნება, ღმერთმა სიტყვა გაუგზავნა მათ და მათი სულები გამოიხსნა საფლავისგან, სნეულებისგან განკორნა ისინი. თუ შენ აი ამ სიტყვას მიიღებ და აი ამ სიტყვაში დარჩები და ამ სიტყვას აღიარებ, შემოზრფასება. მოვა უფლისგან განკურნება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, კი აგერ ისიც აღიარებდა და გარდაიცვალა. შემოზრფასაც მოვადადებო, ჩვენ დაცემულ ქვეყნიერებაზე ვცხოვრობთ, წუთის სოფელში არ დაგვავიწყდეს ეს. ამ დაცემულ წუთის სოფელში ჩვენი სხეულები ექვემდებარება ავადმყოფობას, მაგრამ გვაქვს ჩვენ ღმერთისგან მოცემული გამოსავალი. თუ ვიღაც გარდაიცვალა კიდეს, აი ამ დაცემულ წუთის სოფლიდან წავიდა, ხომ? რა არის ღმერთის ნდობა? ჩვენ ღმერთს უნდა ვენდოთ ზურფასებო ყველაფერში. მაგალითად განკურნებაზე ლოცულობ? მიენდე ღმერთს, მაგრამ ღმერთის ნდობა იცი რა არის? განკურნებაშიც მიენდე ღმერთს და თუ ამ ქვეყნიდან წავიდა ადამიანი, მოდი იმაშიც მივენდოთ ღმერთს. ნდობა ღმერთისა ეს ხო არ არის მარტო აი აქ. ნდობა ღმერთისა ეს საუკუნო არის. ამიტომ ღმერთს მადლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მასთან არიან, მაგრამ ვინც ცოცხლები ვართ დღეს, სახარება აი ამ გამოსავალს გვთავაზობს. რამდენადაც ამას მივენდობით, რამდენადაც მივცემთ უფლებას, იმდენად იმოქმედებს ჩვენში. ამინ? მე არ ვიცი, ვინც არ უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, ვინც არ უნდა იყოს რომ არ განიკურნა. მე მაინც როგორც სიტყვის გადაგებელი ამას ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ამას ლაპარაკობს ბიბლია. ამინ? სოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. თუ ერთი განკურნა უფალმა, მეორესაც განკურნავს. ამიტომ ვინც რაღაც მიიღეთ, აი ასე როგორც ჩვენმა დაამოწმა, რაღაც მიიღეთ უფლისგან, არ დამალოთ თქვენში ზურფასება. გქონდეთ იმისი უნარი, რომ ადამიანებს დაუმოწმოთ და უთხრათ, რომ მე აი ამისგან უფალმა გამანთავისუფლა და ეს იცით რას ნიშნავს? თუ იმეს იგივე დეპრესია აწუხებს, როგორც ჩვენ დაიყო, უძილობა აწუხებს, შიშები აქვს, როგორც ის განთავისუფლა უფალმა, ასე შეგან განთავისუფლებს უფალი. ღმერთს არ აღყავს ფავორიტები, ხო, რომ აი ერთს უფრო მეწყალობას გამოუვლენს და მეორე, არა, ერთი სისხლი დაიღვარა ჩვენთვის. არაფრით ერთმანეთზე უკეთესები არა ვართ ჩვენ. უფალია ყველაფერი. მისი მადლია ყველაფერი, ვირწმუნოთ ეს და მივენდოთ მას ბოლომდე, ამინ.